2025 წლის 11 იანვარს გამოცემების ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. ის იმავე მომენტში დააპატიმრეს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასეთი სასჯელია მაგალითად ადამიანის გატაცებაზე, ყალბიფულის ბეჭდვაზე, ქურდობაზე, ოჯახის წევრის პროსტიტუციაში ჩართვაზე და სხვა მსგავს მძიმე დანაშაულზე. ამ ვიდეოში მოგიყვებით, რატომ არის მზია ამაღლობლის პატიმრობა უსამართლო. მას სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო ზუსტად კი ხელი. ეს მზია ამაღლობელია, მედია საშუალებების ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი. ეს კი ირაკლი დგებუაძეა, ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა. იმავე საღამოს, სილის გაწვნამდე ცოტა ხნით ადრე, მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ დააკავეს, ოღონდ ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვრის გამო, თუმცა ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. პირველი დაკავებისას მას არ განუმარტეს, რატომ აკავებდნენ და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა. სწორედ ამ დროს გადაიღო გამოცემა ბათუმელებმა ეს ვიდეოც. აქ ისმის სავარაუდოდ პოლიციელების მხრიდან მზია ამაღლობლის მისამართით დედის გინება, ასევე ისმის კაცის ხმა სისხლით დაუჭერა. გამოცემა ბათუმელები ამტკიცებს, რომ ეს ირაკლი დგებუაძის ხმაა. მზია ამაღლობელი ამ უქარიდან მალევე მართლაც დაიჭირეს სისხლით. უფრო სწორად, სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს საქმე მხოლოდ მზია ამაღლობლის პატიმრობას არ ეხება, არამედ უფრო ფართო გაგებით მარსაჯულების პრობლემების ჯაჭვსაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებისას. ამ ვიდეოში 3 საკითხზე ვისაუბრებთ. რატომ არის პრობლემური 353 პრიმა მუხლი? როგორ იყენებს სახელმწიფო უკანონოდ წინასწარ პატიმრობას? და რაც მთავარია, მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემაზე, სადაც სისტემა სჯის მხოლოდ მოქალაქეებს, მოძალადე პოლიციელებს კი არა. ის ყველა ინსტიტუცია აბსოლუტურად, ვისაც ქვეყანაში სამართლიანობაზე და წესრიგზე აქვს მანდატი გაცემული, ხო, კონსტიტუციის შესაბამისად, ის ამ ფუნქციას უბრალოდ არ ასრულებს და არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ ლოიალური. სისხლის სამართლის 353 პრიმა მუხლით მხოლოდ იანვარში სულ ცოტა 4 ადამიანის საქმე განიხილება. მათ შორისაა მზია ამაღლობელის საქმეც. ეს მუხლი პოლიციაზე თავდასხმას გულისხმობს, მაგრამ ეს მუხლი არის პრობლემური, რადგან კანონი არ განმარტავს სიტყვა თავდასხმის მნიშვნელობას. თავდასხმა სისხლის სამართლის მიზნებისთვის არის, ანუ საერთოდ სხვა ქმედება, სხვა ინტენსივობა უნდა იყოს, სხვა სიმძაფრე ჭირდება, სხვანაირი ქმედება, უფრო ბევრად უფრო მძიმე ქმედება, ვიდრე ესე მხოლოდ სილის გაწვნა. თავდასხმის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას თუ ჩვენ დავშლით, არის წინასწარ განზრახ დაგეგმარებითი პროცესი, როდესაც ადამიანი შეიმუშავებს სტრატეგიას, გეგმას, განსაზღვრავს მისი ასე ვთქვათ აღსრულებაში მოყვანის მექანიზმებს და ეს გეგმა არის ასე ვთქვათ წინასწარ მოფიქრებული. მზია ამაღლობელი ახლა სწორედ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო არის დაკავებული. თუმცა პრობლემის უკეთ აღსაქმელად ახლა მოგიყვებით 2 სხვა შემთხვევის შესახებ, სადაც სასამართლომ ანალოგიურ სიტუაციაში აბსოლუტურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. 2019 წლის 17 მარტს, ღამისათის ნახევარზე, ქალაქ ბოლნისში პოლიციელმა შენიშნა, რომ სუპერმარკეტში რაღაც საეჭვო ხდებოდა. ერთი ადამიანი მეორეს არ აძლევდა შენობიდან გამოსვლის საშუალებას. პოლიციელი საქმეში ჩაერია და მოუწოდა გამოეტარებინა ადამიანი კარში, რაზეც პასუხად გინება მიიღო. როდესაც სამართალდამცავმა მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ, მოქალაქე მას კიდევ ერთხელ აგინა და სახეში მუშტი ურტყა.
ის ბუნებრივია დააკავეს. პროკურატურა სასამართლოსგან საქმის 353 პრიმა მუხლით განხილვას და შესაბამისად 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითხოვდა. თუმცა, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის ეს მოთხოვნა და ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ანუ ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირა. ეს დანაშაული ბევრად სუბუქად ისჯება. ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორ განმარტა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ პოლიციაზე თავდასხმა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პოლიციელის ამჟამინდელ ან წარსულ საქმიანობასთან, ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით. პროკურატურამ ეს საქმე გაასაჩივრა შემდეგ ინსტანციაში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2022 წლის 26 ნოემბერს ბათუმში ნასვამმა კაცმა პოლიციელს სიგარეტის თხოვა, რაზეც უარი მიიღო. პასუხად მოქალაქემ პოლიციელს თავში ჩაართვა. მოქალაქე დააკავეს და პროკურატურა ამ შემთხვევაშიც ითხოვდა მის გასამართლებას პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, რასაც სასამართლო არ დაეთანხმა. ამჯერად საქმის განხილვა უკვე უზენაის სასამართლომდე მივიდა, რომლის გადაწყვეტილებაშიც ვკითხულობთ. ქმედების პოლიციაზე თავდასხმა კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამის გარეშე ქმედების პოლიციაზე თავდასხმად კვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლომ ორივე შემთხვევაში ასეთი რამ თქვა. იმისთვის, რომ ადამიანი 4-დან 7 წლამდე პატიმრობაში გაუშვათ, უნდა ვიცოდეთ, რომ მან ნამდვილად წინასწარ განზრახვით დაგეგმილად დაარტყა პოლიციელს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის პოლიციელია. სხვა შემთხვევაში ეს არის ძალადობა, რომელიც ასევე არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ არა იმდენად მძიმე, რომ ამდენ წლიან პატიმრობას ითვალისწინებდეს. გამოდის, რომ ახლა სასამართლო მზეამაღლობის შემთხვევაში საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, თანაც სამივე ინსტანციის დონეზე. სასამართლო გვიჩვენებს არათანმიმდევრულობას საკუთარ გადაწყვეტილებებში. მაშინ, როდესაც ჩვენ მიერ მოყოლილ ორ შემთხვევაში სილის გაწვნაზე უფრო მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა ნაკლებად მძიმე დანაშაულებად ცნო. კიდევ უფრო გასაგებად, სასამართლომ სამი ინსტანციის დონეზე დაადგინა, რომ არათუ მზეამაღლობის საქმის მსგავსი, არამედ სხვა უფრო ბევრად მძიმე საქმეები უფრო სუბუქად ისჯება. ზოგადად ჩვენი სამართლებრივი სისტემა არ არის საერთო სამართლის ქვეყნების სისტემის ნაწილი, ჩვენს შესაბამისად ჩვენთან ეს პრეცედენტული სამართალი არ მოქმედებს, თუმცა რა თქმა უნდა სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკას აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანი იყოს განზოგადებული ერთგვაროვანი კონკრეტულ საქმეებზე და აი ამ სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ფარგლებში ხდებოდეს მით უმეტეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა, ხო? იმდენად რამდენადაც ეს კავშირშია მათ შორის თანასწორობის უფლებასთან და ადამიანს უნდა ჰქონდეს შეგრძნება და განცდა, რომ სახელმწიფო მასაც სხვაების მსგავსად მოექცევა თანასწორად. მაგრამ რა ფიზიკური ზიანი მიაყენა ამაღლობელმა დგებუაძეს ერთი სილის გაწვნით? გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ ამაღლობლისგან სილის გაწვნის შედეგად მან როყაზე სიწითლე აღენიშნებოდა და განიცადა ტკივილი. რამდენად შეიძლება იყოს ეს ადამიანის 4-დან 7 წლამდე პატიმრობის მიზეზი? ამ და სხვა კითხვები ჩვენ მიმართეთ პროკურატურას, თუმცა ერთკვირიანმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. ერთადერთი, რაც შემიძლია გაჩვენოთ, არის ვიდეო თუ როგორ ასაბუთებს პროკურორი იმას, რომ მზეამაღლობელმა სილის გაწვნა წინასწარ დაგეგმა. ეს იყო შურისძიება პოლიციის სახალხო სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან თავისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესი დააკავა 1 საათით ადრე და შესაბამისად ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა, თავს დაესხა. ეს ქმედება კვალიფიცირდება თავდასხმად. სასამართლომ ისევე როგორც აქციებისას დაკავებული ყველა სხვა ადამიანის შემთხვევაში ახლაც მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა, საქმის განხილვა პოლიციაზე თავდასხმის მუხლით დაიწყო და მზეამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. და აქ მივადექით კიდევ ერთ პრობლემას. წინასწარი პატიმრობა.
19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულების სიჩანო არჩაიას ეკუსმან სილოყოვის ლუკა ჟაკოვის ანდრო ჭიჭილე. მიუწულავასა უნივერსიტეტის სტუდენტის მიტა. ამყიდის მონისტერიის პატიმრობის გამოყენების საუბარზე დაკავებული. ანუ პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება, ეს უნდა იყოს ყველაზე უკიდურესი ფორმა. ჩვენთა საქართველოში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მე ვიტყოდი ეს როგორც ამ ხელისუფლების დროს, ასევე წინ ხელისუფლების დროს, რაღაცნაირად პატიმრობა აღიქმება, ანუ ამას არ აქვს ის აღქმა არც საზოგადოების მხრიდან, ამაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა პირველ რიგში სასამართლო არის, ხო? რომ სასამართლო ქმნის ისეთ მოცემულობას, რომ პატიმრობა არ აღიქმება როგორც რაღაცა უკიდურესი ღონისძიება, არამედ პირიქით ხდება, ხო? ანუ რაღაცა პატიმრობის შუამდგომლობებით დგება სასამართლო აკმაყოფილებს და აი მერე თუ რაღაცები შეიცვლება, მერე შეიძლება გადასიჯოს. როცა ადამიანს აკავებენ, პროკურატურას შეუძლია მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს. ეს შეიძლება იყოს გირაო, შინაპატიმრობა, თავდებობა, ხელწერილი ქვეყნიდან გაუსწორებაზე ან წინასწარი პატიმრობა. წინასწარი პატიმრობა უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება, მაგრამ ყველა შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია დაასაბუთოს, რომ დაკავებულის მხრიდან სამი საფრთხე არსებობს: ახალი დანაშაულის ჩადენის, მართლმსაჯულებისგან მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების. პროკურატურამ უნდა განმარტოს ისიც, თუ რატომ ითხოვს მაინც და მაინც წინასწარ პატიმრობას და არა მაგალითად სხვა უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას. რა თქმა უნდა, სასამართლოსაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მან უნდა გაითვალისწინოს თანაბრად როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის პოზიცია და ორივეს მიმართ იყოს კრიტიკული. ყველას მიმართ, ვინც 2024 წლის აპრილ-მაისის, შემდეგ კი ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას სისხლის სამართლის წესით დააკავეს, პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა და სასამართლომ პირველივე სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. ყველა შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობოდა პოლიციელების ჩვენებებს, რომელიც შაბლონურად გავდა ერთმანეთს. ამაზე უფრო ვრცელი ვიდეო შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზეც ნახოთ. დასაბუთების ნაწილში პროკურატურამ ან ვერ განმარტა წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა, ან ჰიპოთეტური განმარტებით შემოიფარგლა. ასე იყო ზია ამაღლობლის საქმეშიც. პროკურატურამ თქვა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რადგან მზია ამაღლობელი დანაშაულებრივი ქმედებებისკენ არის მიდრეკილიო. ამას კი თითქოს ასაბუთებდა იმით, რომ ის აქციაზე პოლიციის სამმართველოს შენობაზე სტიკერის გაკრვის გამო დააკავეს. ანუ უსამართლოა ეს გადაწყვეტილება. იცით რა არის დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტით ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას ჩვენი აზრით. ასე შეაფასა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პროკურატურის დასაბუთება მას შემდეგ, რაც 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. დაუჯერებლად ჩანს ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის დასაბუთება, რომ თითქოს ამაღლობლის შემთხვევაში მოწმენდე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. ეს დაუჯერებელი არის იმიტომ, რომ ამჟამად საქმეში არის სულ 3 მოწმე, 3-ვე მათგანი არის პოლიციელი და მათ შორის ირაკლი დგებუაძე. ანუ ახლა თეორიულად როგორ უნდა დაუშვათ, რომ მზია ამაღლობელი მოწმეზე, ოღონდ ეს მოწმე არის პოლიციელი, მოახდენს ზემოქმედებას. ხო, ეს ხო წარმოუდგენელია. და ფაქტობრივად ობიექტური აღქმისთვისაც შეუძლებელია, რომ მზია ამაღლობელი რომელიმე პოლიციელზე მოახდენს ზემოქმედებას. ამ ყველაფერს მივყავართ კიდევ უფრო დიდ სისტემურ პრობლემამდე და ეს არის მიკერძოებული მართლმსაჯულება. მიმდინარე აქციების პერიოდში ასობით ადამიანი არის დაჭერილი როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის ბრალდებით. თუმცა არ დამდგარა არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობა სულ მცირე ძალის გადამეტების გამო. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც არსებობს უამრავი საჯარო ვიდეო კადრი, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდება პოლიცია და სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. აქ რამდენიმე დეტალი არის საინტერესო. პოლიციელები დაკავების შემდეგაც ძალადობენ ხოლმე და ასე მოხდა მზია ამაღლობლის შემთხვევაშიც. ამას ამბობს მისი ადვოკატი. შემდგომში როდესაც უშუალოდ განყოფილება შეიყვანეს, როგორც თავად ქალბატონი მზია ყვება, იქ იყო მის მიმართ კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ირაკლი
დგებულაძე ცდილობდა რომ სადაც ოთახი სადაც ყავდათ მოთავსებული მზია შესულიყო თვითონ შეეღწია და ცდილობდა რომ ფიზიკურადაც კი ეძალა და ოღონდ ამას აკავებდნენ ამ შემთხვევაში უკვე თავისივე თანამშრომლები რომ ფიზიკური ძალადობა არ მომხდარიყო. ქალბატონი მზიამალს ერთ-ერთ შემთხვევაში შეძლო მან ოთახში შესვლა და შეაფურთხა სახეში ქალბატონ მზიას. ასევე იყო მისი მხრიდან როგორც უკვე თქვი სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო მოწოდებები რომ არ გაეშვათ საპირფარეშოში და არ მიეცათ წყლის დალევის საშუალება რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეც გრძელდებოდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა სარჩელი სპეციალურ საგამოძიებელ სამსახურში მზიამაღლობლის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე. ამ სამსახურის ფუნქცია გამოიძიეს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი დგებულაძის წინააღმდეგ გამოძიება ბევრად უფრო მსუბუქი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით დაიწყო, მაგრამ უწყებიდან არაფერს გვეუბნებიან იმის შესახებ თუ ახლა რა ეტაპზეა გამოძიება. მეტიც იმასაც არ გვეუბნებიან გამოჰკითხეს თუ არა ირაკლი დგებულაძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას დღემდე ასრულებს. ამაღლობელი არ არის ერთადერთი, რომელიც არაადამიანური მოპყრობის შესახებ ყვება. დგებულაძის მხრიდან დაკავებულების გაშლილი ხელითცემაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, თავის კედელზე მირტყმაზე საუბრობს 11 იანვარს დაკავებულთაგან კიდევ 2 ადამიანი. ესენია რეჟისორი მალხაზ ირემაძე და ბათუმელ მეტროში ცნობილი თემურ ქათამაძე. ამ სასამართლო პროცესებს კი თან სდევს საჯარო მოხელეების აი ასეთი განცხადებები, როგორც მზია ამაღლობლის, ასევე სხვა დაკავებული და დაშავებული ადამიანების წინააღმდეგ. პოლიციელი არის ხელშეუხებელი. პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალ თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი. წარმართავს ხელს პოლიციელის წინააღმდეგ, უნებრივია რომ ის იქნება აუცილებლად დასჯადი. როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ, როგორ აჩერებს ქურთუკით ქალბატონი პოლიციას, პოლიციის უბრალოდ რამიშნულად პოლიციას და შემდეგ სახეში ურთხავს და ამბობენ რომ ეს მოგონილი ამბავია ნანახის საწინააღმდეგოდ მიდიან. ანუ ერთია რაც უყურებს თურმე და მეორეა სხვა სიმართლე. პოლიციელი ხელშეუხებელია. ეს არის ის მესიჯი, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები და პროპაგანდისტული მედია საშუალებები ავრცელებენ სხვა პროპაგანდისტულ მესიჯებთან ერთად. ამ ყველაფრის მიზანი კი მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაცია. და რომ შევაჯამოთ ყველა ეს პრობლემა, ისევ და ისევ მზია ამაღლობლის საქმის მიხედვით. ვხედავთ მიკერძოებული მართლმსაჯულების მაგალითების მთელ ჯაჭვს. სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას, რომ მზია ამაღლობელის საქმე 353 პრიმა მუხლით განხილულიყო. მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს დონეზეც კი გვაქვს მაგალითები, რომ სილის გაწვნაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული უფრო მსუბუქად ისჯება. სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას მზია ამაღლობლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ იყო დასაბუთებული. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საია საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის თაობაზე. თანაც ეს მოხდა იმ ყოლაფრის ფონზე, რომ სახალხო დამცველი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე ქართული ოცნების ქმედებების ფრთხილი შეფასებების გამო, აი ამ სახალხო დამცველმა მისწერა სააპელაციო სასამართლოს, რომ მეტი დაკვირვებით შეესწავლა პროკურატურის მტკიცებულებები, რომელიც იოსელიანის თქმით საკმარისი არ იყო. და ზოგადად, მიმდინარე აქციების ფონზე, ასობით ადამიანის შემთხვევაში, სასამართლოს მუდმივად გამოაქვს განაჩენი პროკურატურის სასარგებლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა. მზია ამაღლობელი 11 იანვრის შემდეგ, ანუ მისი დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი თითქმის ყოველ დღე იმართება საპროტესტო აქციები. ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ქართული ოცნება კი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ახალ კანონებს იღებს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება უკვე 2 თვეზე მეტია. პოლიცია დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე სისტემურად ძალადობს. დღემდე არც ერთი პოლიციელის მიმართ საქმე აღძრული არ არის. ძალადობის სათავეში მყოფ მაღალ ჩინოსნებს კი ქართული ოცნება ღირსების ორდენით აჯილდოებს.